ხო, საინტერესო პროცესებია ბოლო დღეებში განსაკუთრებით ეს სახელების ცვლილება და ადამიანების ცვლილება ჩემი გადმოსახედიდან ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ როცა არის ერთ პიროვნული მმართველობა, დიქტატურა, რეალურად აქ სახელების და ადამიანების როტაცია დიდ განსხვავებას არ გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ერთი ყურმოჭრილი მონას შეცვლის მეორე ყურმოჭრილი მონა, რომელიც შეიძლება უბრალოდ უფრო მეტი მოტივაციით იყოს, რაც მის ახალ დაკავებულ ადგილთან თან მე ცვლილებები ხო რაღაც სრულიად არალოგიკურია, იმიტომ რომ თბილისის პოლიციის თანამშრომელი ინიშნება ბათუმის პოლიციის უფროსად, რომელსაც შეხებაც არ ქონია ექავრობასთან საერთოდ გიორგი ბუხრაშვილი, რომელიც ასევე მინდა ვთქვა, რომ წინა რეჟიმის დროსაც ძალიან პირნათლად ასრულებდა ჭალებში, რა თქმა უნდა, თავის მოვალეობას და სხვა ყველა ცვლილებაც, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ როტაცია, სახელების მიხედვით როტაცია და არაფერი სხვა და კი ეს ნიშნავს იმას, რომ ემზადებიან რაღაც ახალისთვის, იმიტომ რომ მათაც არ აქვს თვალად კარგად საქმე, შეიძლება აქეთაც ცოტა დავიღალეთ, მაგრამ თვითონაც არ გამოიყურებიან კარგად, რასაც ასევე მოწმობს ის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდა მოსამართლეებს, რაც კიდევ ერთხელ გასულია ყველანაირი დემოკრატიული ფარგლებიდან, იმიტომ რომ მოსამართლეები არიან კიდევ ერთხელ გეშებს ხო კობახიძე. მათ ამშვიდებს და აწყნარებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰქონდათ პირობა აღებული, რომ მიუხედავად ყველა გადაწყვეტილებისა, ისინი ხელშეუხებლები დარჩებოდნენ, მაგრამ არ დარჩნენ ხელშეუხებელი და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ არავინ არ დარჩება ხელშეუხებელი, არც ბიძინა ივანიშვილი მათ შორის და მის ირგვლივ მყოფი კორუმპირებული ადამიანები და ეს შეხვედრა ალბათ კიდევ ერთხელ ემსახურებოდა იმ დაწყნარებას, დამშვიდებას, რაც მგონია რომ დიდხანს ვერ გასტანს და მაინც საბოლოოდ მოხდება ის, რაც მოხდება. არ ვიცი, ვის რა მოლოდინი ქონდა ყოველ შემთხვევაში ამ დღესთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ერთ კონკრეტულ თარიღს უნდა დააფუძნო ძალიან დიდი მოლოდინები და ეს ბევრჯერ ვნახეთ უკვე, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ არაერთხელ იყო ისეთი თარიღი, როდესაც შეიქმნა რაღაც მოლოდინები, დაცრუ მოლოდინები და რაღაც გარკვეულმა ჯგუფებმა ეს მოლოდინები შექმნეს და მე ისე არ მოხდა. ალბათ უნდა ვისწავლოთ რა ჩვენ შეცდომებზე, რომ ესე არ უნდა ხდებოდეს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არ ვიცი პრეტენზია ვინმეს თუ აქვს, არის თვითონ გააკეთოს ადეკვატური განცხადება, მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გუნდ სხვა მოლოდინი არ ქონია და მე ვისთანაც მაქვს კონტაქტი, მათაც არ ქონიათ, რომ თუ ვინმეს რამე უფრო მეტის მოწოდებისა, უფრო მეტის პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, ალბათ ეს თვითონ უნდა გააკეთოს და რაღაც პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილისკენ არ გადაიტანოს და არ გადააბრალოს. მით უმეტეს ხო ამ ხალხს არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება, თვითონ არ დაუსვია თავის თავი ლიდერად და თვეების განმავლობაში თვითონ ოპოზიცია აყენებდა ამ ადამიანს ლიდერად და რაღაც მომენტში, როცა რაღაცა მათ ინტერესებს არ დაემთხვა თუ ვერ დაემთხვა, აღმოჩნდა ისე, რომ ეხლა უკმაყოფილოა ყველა და მე მგონია, რომ ცოტა უსამართლოა, ხო, ვინმეს რამის თავი თუ აქვს. მე მგონი სალომე ზურაბიშვილი ისედაც აუცე არასდროს არ უთქვას, რომ უნდა აიკრძალოს. არც საპირისპირო არ უთქვამს, მაგრამ ლიდერობაზე და ეს თარიღი, ვიკა ეს თარიღი მან დაკიდა. ჩვენ არ დაგვიკიდეო 31 მარტი ჩვენ არ დაგვიანონსები და როცა აანონსებთ და ხალხი მოგყავს მე შესაბამისი მოლოდინიც უნდა ვერ თანხმდებიან პარტიები უფრო მეტზე, ამიტომ მას ვერ ჩვენ თუ ვერ თანხმდებით მაგალითად იმაზე, რომ არც ერთი არ უნდა გავუქმდეთ, ეს უკვე პრობლემაა. სინათლე რომ შევიტყვი. მე როგორც ვიცი და არ ვიცი თუ ვინმე სხვა ინფორმაცია აქვს, სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა 31 მარტის როგორც სახალხო ზეიმის ერთად აღნიშნა, ანუ რაიმე გეგმის თქმა, რაიმე დამატებითი გარდატეხის შემოტანა მე ძალიან მინდოდა რომ მომესმინა მანამდე, სანამ ეს დღე დადგებოდა და ყოველს ვეკითხებოდი რომ ხო არ არის დაანონსებული რამე ისეთი, რაც ამ დღეს განსაკუთრებით მოლოდინები, რატომ გვაქვს ვინმე თქვა, სადმე არც ერთი ვიდეო კადრი, არც ერთი სტატუსი და არც ერთი ჩანაწერი მე არ მინახავს და თუ ვინმე ვნახა ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახავს. საზოგადოებრივი მოდელიკად შემოგვაჩვენა. სალომე ზურაბიშვილს აბრალებთ იმას, რომ პარტიების აკრძალვას ეთანხმება, არ ვიცი მე მგონი. არ ვიცი, მაგრამ ცოტა გაუგებარია, როდესაც რაღაც ერთობაზე მიდიოდა ამდენი თვის განმავლობაში საუბარი და რეალურად ყველა თანხმდებოდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის ირგვლივაც კი რეალურად გაერთიანდა ყველა და კოორდინაცია მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა რაღაც საკითხი, რომლის გამოც თურმე ვერც კოორდინაცია მოხერხდება და ვერც ერთობა მოხერხდება. მაშინ როდესაც ეს ადამიანები, მაშინ როდესაც კოორდინაცია ვერ მოხერხდება, არავის არ თქოს, კიდევ ერთხელ ბოდიში, იმიტომ არა, ვინც არის, ვინც არ არის, არის. ფულწრფელად ბოდიში კიდევ ერთხელ, იმიტომ ჩაგეწევ და ანუ მართლა ბოდიში ვიხდი, რომ არ მინდა რომ ბუნდოვანება იყოს საზოგადოებაში. პირიქით განცხადებაში ნათლად ამკაფიოთ თქვით, რომ საკითხებზე რომლებიც თანხმდებით, ახლაც ვაპირებთ. შეიძლება შევაჯამო კოორდინაციას ხდის ნაკლო
ხელოვანს თქვენ ასე არ ეკავთ თქვენს ანალოგიური პოზიცია. კი, და გადმოწყდა ვაცადოთ უბრალოდ და მოგცემ დროს. ჩვენს ანალოგიური პოზიცია ჰქონდა ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ნუ იქ რაღაცა ულტიმატუმების ენით იყო ძალიან ხშირად საუბარი, რომ ან ხარ, ან არ ხან, ან ის უნდა იყოს, ან ეს უნდა იყოს და ხან ლიდერი მოიყვანე, ხან ის დასვი მაგიდაზე და ნუ არასერიოზულია უბრალოდ ჩვენი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი. მაშინ როდესაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გვაერთიანებდეს ის, რაც გვაერთიანებს და ის, რაზეც თანხმდებით და არ უნდა ყოფდეს ის, რაც შეიძლება განსხვავებული გქონდეს. რაღაც ეს პრინციპი დაიკარგა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მინიმუმ ალბათ ეხლა მაინც სანამ ამის საშუალება გვაქვს, პატი უნდა ვცეთ ერთმანეთის პოლიტიკურ მოსაზრებას და თუნდაც განსხვავებულ მიდგომას ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ნუ ეს დაიწყოთ მანდატების დროს და მერე გაგრძელდა არაერთხელ ბევრ თემაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გაცხადებულად ვამბობთ, რომ რაღაცა არ ვიღებთ ვიღაცის წნეხის ქვეშ გადაწყვეტილებებს არც ქართული ოცნების და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების და ჩვენ გვაქვს მაგის ამბიციას და მაგის პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ გადადგმულ ნაბიჯებზე ჩვენ თვითონ ავიღოთ პასუხისმგებლობა. მაგრამ ჩამოაყალიბოთ ორივე თემაზე პოზიცია კომისია თვითმმართველობის არჩევნებში. რაც შეეხება ხო თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა გადაცემაში, ყველა გამოსხულში ნათლად ვამბობთ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში ახლა უნდა დადგეს. იქედან გამომდინარე, რომ საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ან კი ის თქმა ან არა თქმა პოლიტიკურად არასწორია. ან კი ის თქმა ან არა თქმა ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს წაგების აღიარებას და დამარცხების აღიარებას, რაც ჩვენთვის ესე არ არის, იმიტომ რომ ჩვენთვის ბრძოლა გრძელდება. და ამ ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაში ვიყოფებით. და ამ ბრძოლის ფაზაში ჩვენთვის არსებობს ორი მნიშვნელოვანი რამ, ეს არის პოლიტპატიმრები და ეს არის ხელახალი არჩევნები ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა. ამ კოორდინაციაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ არის ეს მარტო 4 ბარიერ გადალახული კოალიციების და ერთი პარტიის რაღაც არავის არ აქვს ამაზე ავტონომია, იმიტომ რომ დღეს შემოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფები, პოლიტიკური სხვა ჯგუფების და ასევე სამოქალაქო აქტორები და სამოქალაქო მოძრაობები. ამ ადამიანებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა შეაქვთ და ძალიან დიდი როლი შეაქვთ ამ სამოქალაქო პროტესტში. აქედან გამომდინარე რაღაცა ეს 4 ბარიერ გადალახული კოალიციების და პარტიის ავტონომია, მე მგონი დრო არის რომ დასრულდეს და არასერიოზულია უბრალოდ ამ ავტონომიაზე საუბარი იქედან გამომდინარე. თუმცა არჩევნების თემაზე რაღაც პოზიციას ველით პარტიებისგან გასაგები მიზეზების გამო ისინი მონაწილეობენ. ისინი შეიძლება გახდნენ პარტიები. ეს თვე არის დარჩენილი, ამიტომ ჩვენ როცა ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ ხო არ მიგვიღია რამე გადაწყვეტილება, რომელიც დაგვიმალავს და ან ვიღაცის შეგვშინებიან, მოგვიდებიან და გვითხრამს რომ არა. ჩვენ ხო არ გვითქვავს არასდროს რომ კი დავხევთ მანდატებს. ჩვენ გაცხადებულად ვთქვით თავიდან რომ არა. შესაბამისად, როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდე, ჩვენ არ ვიცით რა პოლიტიკური მდგენელები შემოვა ამ პროცესში და ეს თვე არ არის ცოტა დრო ძალიან ბევრი რამე შეიძლება. კი, შესაბამისად ეს არის კარგი საარჩევნო კამპანიის დაწყებას 6 თვე უნდა. კარგი საარჩევნო კამპანია შარშან ამ დროზე გვარბევდნენ და კამპანია დავიწყეთ შარშან აგვისტოში, მე მგონი პოლიტიკურმა პარტიებმა ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგში შევედით და შესაბამისად თუ კიდევ ამბობთ რომ ყველანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგს თუ შესავალშივე გაუაზრებლად ყოველგვარი კვლევის გარეშე უცხადე ბოიკოტს, მაშინ შენ როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა არ დგას საჭიროება, მაშინ გადაკეთეთ წინააღმდეგობის მოძრაობად და აღარ იყო პოლიტიკური პარტია, ხო? თუ პოლიტიკურ დღის წესრიგში ხო თუ თქვენით უნდა გაუკეთოთ თქვენ თავს ეს ყველაფერი რაღაც ელოდებით თეატრალურკიანს და ჩვენ არ გვინდა ამ ჩვენ არ გვინდა რომ ეს გაუკეთოთ თქვენ თავს და ეხა მოდი კომისიაზე თქვენ ლევან საკვერის დროს ეს ამონო არის რომ თქვენ დაიწყეთ ნაციონალურ მოძრაობაზე ზრუნვა რომ არ გაუკეთოთ ჩვენ ეს ერთმანეთს. ჩვენ არ გაუკეთებთ ყოველ შემთხვევაში და თქვენ გაუკეთებთ და ლევან მე შენ არ გაწყვეტინებ და არ გეჭრებ და როცა ევროპაზე ვსაუბრობ ჯერ საკუთარ თავებში უნდა შემოუშვათ ევროპა და მე დავიწყოთ არ არის საჭირო ხან არა ხარ ევროკავშირის დროშის წარმომადგენელი არა ხარ ჩემთვის. ბევრჯერ შემოწყვეტინე რაც დამეთახმება. მოდი ვიკამ დაასრულოს და ლევან საკვერის დროს მოგცემთ პირდებით, მაგრამ კომისიაზეც გვითხოვთ თქვენი პოზიცია. კომისიას რაც შეეხება ეს კომისია შესავალშივე ძალიან სასაცილოა, იქედან გამომდინარე რომ ეს კომისია განიხილავს ნაციონალურ რეჟიმის დროინდელ ჩადენილ დანაშაულებს და ამ კომისიაში იმყოფება 3 ნაციონალური მოძრაობის წევრი. არა, ნუ ესეთ გეუბნებიან პოზიციას მისვლასთან დაკავშირებით, მით უმეტეს თუ სასაცილოა თავის თავში. ჯერ არ დაუბარებიათ ჩვენი ლიდერი, თუმცა ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ჩვენი ლიდერი ამ წუთას არ იმყოფება საქართველოს, შესაბამისად თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მივა თუ არა ამ კომისიაზე და ამაზე ნამდვილად არავისგან არ აიღებს ამ ნებართვას ამ კომისიასთან დაკავშირებით და ამ საუბრობის სულთან შემდგარ კოორდინაციაში, სადაც გაცხადდა რომ იქ ვინც იღებს მონაწილეობას, თავად საუმეზურებელი ეს არის პერსონალური ნიკა, ეს არის
პარტიის პოზიცია გადაწყვეტილება ჯერ არ დაუბარებიათ გიორგი გახარია, როცა დაიბარებენ. თქვენ რას ფიქრობთ, ვიკა, უნდა მივიდეს? თქვენ რას ურჩევდით? ვერ გეტყვით. არა, პოზიცია ხომ გაქვთ თქვენი? ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომელ ნაწილში რა საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიბარონ გიორგი გახარია, ეს ჯერ ცალკე კიდე ძალიან საინტერესო ფაქტორია და ხო, რაც შეეხება, არ ვიცი, ეს კომისია ფარსია, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე ხა იბარებენ რაღაც ხარჯიანის ოჯახის წევრებს და არ იბარებენ ხარჯიანის მოსამართლეს, რომელიც ახლა უადო მოსამართლეა. მოსამართლეს პასუხს ვერ მოსთხოვენ გადაწყვეტილებების გამო. კარგადაც მოსთხოვენ, რატომაც არ ახლა ნარკოტიკი ჩაუდეს და შეკერილი საქმე იყო, როგორ შეიძლება ვერ მოსთხოვ თეატრულკენს არ გყოფნის უბრალოდ იმის გამბედაობა, რომ მოსამართლეებს პასუხი მოსთხოვოს და ეს არის ორმაგი სტანდარტი, ხო, თითქოს რაღაცას იძიებენ, მაგრამ რეალურად ვერ იძიებენ და ამაზე აი იცით რა, როგორ გამოგდით, იცი რომ აი რომ დაიბარონ მოსამართლეები და ეხლა რომ მართლა დაიწყო გამოძიება. გახარია ხო დაბარებულია? არ არის. კარგი იქნება? მინიშნებები. ანუ რაღაც გამოძიება ჭირდება, აი ხა დრო არის მაგის რომ საერთოდ აი ჩვენ ვიძიებდეთ იმ ხელისუფლების დანაშაულებს, რომლებიც 12 წლის წინ დამთავრდა. ამ წინა ხელისუფლების დანაშაულები მე თუ მკითხავთ, დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გამოძიებული. რა თქმა უნდა. ახლა მწერენ რომ თეატრულკიანმა გუშინ წინ თქვა რომ გახარია დაბარებულია იმედზე. ოფიციალურად არ არის დაბარებული, შესაბამისად თეატრულკიანს ყველა ჩვენ ბოდიში დავასრულებ, ხო? შესაბამისად დღეს ეს საკითხი შემოტანილი არის კი ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღიანი პოპულიზმის გამო, იმის გამო ბიძინაშვილი კი ამბობს მე ტირანი ვარ, მე ცუდი ვარ, მაგრამ არსებობდნენ ჩემზე უფრო დიდი ტირანებიც, რასაც ეხლა უნდა რომ შეეხსენო საზოგადოებასთან. რაცა ეს პროცესი მიმდინარეობს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიგიჟეა. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ორი საკითხია, რა ვითარ კომისია და თვითმმართველობის არჩევანი, ჩვენთვის ორი საკითხია ფუნდამენტური, კიდევ ერთხელ ეს არის პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნებისთვის ბრძოლა, ის რომ ჩვენ ხელახალი არჩევნებისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით, არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ კონცენტრირდეთ სხვა თემებზე და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი კიდევ ერთხელ ჩვენთვის ნიშნავს აღიარებასთან წაგებასთან შეგუებას და აღიარებას, რაც ესე არ არის, იმიტომ რომ გრძელდება ეს ბრძოლა და არ ვაპირებთ ამ ნაწილში რაც მანიპულაციურ შემოტევებს დავყვეთ და შევყვეთ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი თუ არის რაც ჩამოთვალეს ამ პოლიტიკურ მდგენელს, რაც შეიძლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდეს, ამდენი თუს ფონზე არ შეიძლება გაცხადებულო თქვა ან კი ან არა შესაბამისად არ მოქმედებს თვითმმართველობის არჩევნებზე ეხლა გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია, ვინმეს თუ გონია რომ ეს ან საერთაშორისო პარტნიორებს აინტერესებთ, ან ბიძინა ივანიშვილის აინტერესებს, ესე არ არის, მას ნამდვილად არ აინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩახსნიდა მანდატებს, იმიტომ რომ ის კომფორტულად გრძნობს თავს მარტოც და ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს მარტოც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. სხვა პოლიტიკური მდგენელები, რომელიც შემოვა მანამდე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბრძოლა გრძელდება და ვინაიდან ეს ბრძოლა გრძელდება, დღეს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია კონცენტრირდეთ ხელახალ არჩევნებზე და კონცენტრირდეთ პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვებაზე. კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქაც ხო ხედავთ, კოალიციებშიც კი არ ეთანხმება ხალხი ერთმანეთს და სხვადასხვა ჯგუფები არ ეთანხმება ამ კოორდინაციის ნაწილშიც. ხო, რაღაც ერთი კონკრეტული ჯგუფიდან ერთი კოალიციის ერთი ჯგუფი შემოსულია, მეორე არ არის შესული, მეორე ჯგუფიდან შეიძლება ერთი იყოს შემოსული, მეორე. პრობლემა არ არის დემოკრატიულ სამყაროში ეგრე ხდება ზოგადად პოლიტიკაში, ეგრე ხდება ყოველთვის ერთ აზრზე ვერ იქნება. იმიტომ განსხვავდებით პოლიტიკურად და იმიტომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატია, რომ ბევრი განსხვავებული სუბიექტი არსებობდეს და თანაცხოვრების საშუალება ჰქონდეს, თუნდაც ერთად მოქმედების. თუ ჩვენ აქედანო ჩავკეტავთ შესაძლებლობას, რომ აი ხა ყველა ამაზე ვთანხმდებით, ამ всё მორჩა დამთავრებულია. ეს რა თქმა უნდა არასწორია, შესავალშივე არასწორია და ყველანაირად კარგავს იმის შანსს, რომ მომავალში რაღაცაზე ვითანამშრომლოთ. აქედან გამომდინარე, დიახ, ეს ბრძოლა გრძელდება ისე როგორც გრძელდება და მე მგონია რომ ცუდად არ მიდის.